მოგესალმებით, სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებო. დღეს განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს, რადგან ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ადამიანი, ვისაც დღემდე მიჰყავდა სათემო რადიო ქედის ხმის გადაცემები, დღეს კი ჩვენთან არის სტუმრის ამპლუაში. მე მისი წამყვანი რავინ დიასამიძე გახლავართ. მოგესალმებით, მადონა. გამარჯობა. ეხლა რომ დავიწყო ჩვეულებრივი ტექსტები, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეთქი მგონი ღირს ნამდვილად მადლობის გადახდა, იმიტომ რომ ეს გადაცემა ჩემთვის რატომღაც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. კონკრეტულად ეს. იმიტომ რომ მე მიწევს საუბარი და სტუმრის ამპლუაში მე გამოვდივარ. და უნდა შეგაქო ძალიან კარგად გამოგდის ეგ საქმე, მშვენივრად დაიწყე. ხო, მაინც მოხალისე ვარ რადიო ლიდერის, ასე რომ კი ბატონო, მოდი დავიწყოთ მადონა. აი მოგვიყევი შენზე, რა გზაკაი არის, როგორ მოხვედი დღევანდელ დღემდე, სად მუშაობ? ხო, ჩემი გადაცემებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად საზოგადოებას და ზოგადად ქედაში მცხოვრებ ადამიანებს ჩემზე გარკვეულწილად აქვთ ინფორმაცია წარმოდგენა თუ ვინ. ქედაში კი იგიცნობენ. მაგრამ ამის გარეთ რომ უფრო გავეცნოთ, მე ვარ მადონა ფალავანდიშვილი 33 წლის. ამჟამად ვცხოვრობ ბათუმში, თუმცა გარკვეულ დროს მაინც სოფელში ვატარებ. მუშაობ ქედის სათემო განათლების ცენტრში, მუზეუმში, ავტოსატრანსპორტო საწარმოში ბუღალტრად. და ჩემი ზოგადად ქედაში მოღვაწეობა იწყება 2015 წლიდან, როცა უნივერსიტეტს მოვრჩი და ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დავიწყე ბუღალტრად, ანუ ფინანსისტად მუშაობა, ასე ერქვა მაშინ. ამ თანამდებობას თუ ამ სტატუსს. და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ვარ ამ ორგანიზაციის თანამშრომელი და ისე გამოდის, რომ აქედან წასვლა ზოგადად ქედიდან კი არა ამ ორგანიზაციიდანაც წასვლა არსად არ მინდა. ხო, ვარ ბუღალტერი, ვაკეთებ ჩვეულებრივ საქმეებს, რუტინულსაც და ეს რადიო არის ერთგვარად თავისუფლების სივრცე, სადაც ადამიანებთან საუბრობ, ემოციებს ვუზიარებთ ერთმანეთს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სათემო განათლების ცენტრს 2015 წელს შემოვიერთი, ხო, როგორც მე ვიცი? და იქედან იწყება შენი და ორგანიზაციის ურთიერთობა. აბა რას გაიხსენებ, ან რატო გადაწყვიტე რომ ამ ორგანიზაციაში შემოვერთდი და რა იყო შენი მამოუტირებელი ფაქტორი იმ მომენტისთვის? ეხლა დავიწყო საიდან. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და გასახსენებელი, კარგად გასახსენებელი ამბავი არის ის, რომ როცა ორგანიზაციაში მოვედი, შეიძლება ითქვას Word Excel-ის კომპეტენციებიც ისე არ მქონდა, როგორც საჭირო იყო. და ზოგადად მჭირდებოდა გამოცდილებაც, სწავლებაც და ასე შემდეგ და მაშინ მე და დათო რომ ვიყავით ამ ორგანიზაციის ახალ ბედა თანამშრომლები, დათომაც და ზოგადად ამ ორგანიზაციამაც მომცა იმის საშუალება, რომ მე განვითარებულიყავი, ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგებს, ხან თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში და ვითარდებოდი როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულადაც. და ამიტომ ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ ორგანიზაციის და დათოს მიმართ. დათო ანანიძეს გულისხმობ, რომ ჩვენ მსმენელებმაც იცოდნენ და ანუ ამ შესწავლით მინდოდა მეთქვა იმ ადამიანების მიმართ, ასეთი მესიჯი გამეგზავნა, რომ როცა სამსახურში იწყებ ახალად, რაღაც უერთდები ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციას, თქვენი მონდომება, შრომის მოყვარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ არ უნდა შეგეზავოთ არაფერის გაკეთება, სწავლა და მუდმივად უნდა იყოთ აქტიურად. ამიტომ ეს მაქვს ძალიან კარგად გასახსენებელი. კი ბატონო, აი შენ ხარ ავტოსატრანსპორტოს ბუღალტერი, მუშაობ მუზეუმშიც, სათემო განათლებაშიც, ახლა უკვე რადიო ლიდერი ხარ ქედის ხმაში. აი მინდა ესეთი რაღაცა გითხო. გაქვს ჰობი, რომელიც შენ გარკვეულწილად სადღაც სათემო განათლების ცენტრში ისწავლე თავიდან და შემდეგ რაღაც ბიზნესადაც აქცია, ხო? აი ამის შესახებ მინდა მითხრა და მოუყვე ჩვენს მსმენელებს. ხო, ჩვენს მსმენელებს ახლა მოკლედ ეს ცოტა არ იყოს რთულია საკუთარ თავზე საუბარი და გულწრფელად რომ თქვა, არც მიყვარს
რაღაცა უხერხულად გრძნობ თავს, მაგრამ რახან გადაცემისთვის მოვემზადეთ და შევემზადეთ, მოუყვები. ჩემი ჰობი არის ჯვარედინი ქარგვა, ანუ ამ ტექნიკით ქარგვა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ტრენერმა და ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა დონარა კვაზბამ მასწავლა და ამას ყოველთვის აღნიშნა. და ხო მიუხედავად ამდენი საქმისა, რაღაცა დროს ვცდილობ რომ გამოვიყო ამ ჰობისთვისაც, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ცოტა არ იყოს მიჭირს ამის დროის დათმობა, მაგრამ ეხლა არ დადეგები მოდის და ვაპირებ რომ გავაგრძელო ეს ქარგვა. ხო, ეს საქმიანობა დავიწყე ჩემს ორგანიზაციაში, ოღონდ კურსზე ვისწავლე. ვიყავი როგორც ბენეფიციარი და ტრენერისგან ვისწავლე მითითებები, თქვათ, როგორ უნდა გაგვენაწილებინა კანვაზე უჯრები, ფერების გადატანა და ასე შემდეგ. და დღეს უკვე ჩემი ინტერპრეტაციით ვაკეთებ მე რაც მომწონს იმას. ხო, ბიზნესის წყაროდაც აქცია, გამოფენებში ვღებულობდი მონაწილეობას, საკმაოდ მქონდა დაგროვილი ეს ნაქარგები, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი აღარ მაქვს და გასაახლებელი მაქვს მოკლედ ჩემი კოლექცია. კი ბატონო, რადიოს ძალის პროექტზეც რო გითხრა, 1-2 სიტყვა და როგორ მოხდი ამ პროექტში, როგორ დაიწყო შენი განვითარება ამ პროექტში და შენი ასე ვთქვათ სპეციალობის როგორც რადიო ლიდერის აი ამ პროფესიაში. ხო, ჩემზე ეს ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები ხშირად ხუმრობენ კიდეც, რომ ხან არქივს მეძახიან, ხან რას, იმიტომ რომ ადამიანებს ქედის მასშტაბით საკმაოდ ბევრს ვიცნობ, მიყვარს მათთან კომუნიკაცია, საუბრები, შეიძლება რაღაცა მათ ემოციებზეც დამჯდე და ვესაუბრო, იმიტომ რომ მათ ასე უნდათ და მიზიარებენ მათ ემოციებს. ხო და ამ რადიოს პროექტს რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი თანამონაწილე ამ პროექტის და როცა დათომ თათბირზე გითხრა რომ ასეთი პროექტი არის და ვინ შეძლებს თქვენ შორის ამ რადიოს წაყვანას, გადაცემების დაგეგმვას და ასე შემდეგ. ცოტა არ იყოს თავიდან შევშინდი მეთქი არა, მაგრამ რაღაცა დიდი პასუხისმგებლობა, განსხვავებული მიმართულება, მიგრძენი განსხვავებული მიმართულება, იმიტომ რომ მე ამაში გამოცდილება არ მქონია, თუმცა ვიფიქრე რომ ეს ჩემი კომუნიკაცია, კავშირები ადამიანებთან, სანაცნობო წრე ხელს შემიწყობდა იმაში, რომ გადაცემები დამეგეგმა და საინტერესო მიმართულება მიმეცა. ვფიქრობ, რომ გამოვიდა ეგ ამბავი, ცოტა შეიძლება ჩემი მხრიდან ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ხალხის დამოკიდებულებები, რასაც მიზიარებენ გადაცემების მიმართ, ძალიან მახარებს და მარწმუნებს იმაში, რომ მგონი სწორ ადგილას ვარ რადიოს კუთხით. კი ბატონო, ეხლა მინდა ეს რაღაცას გავუსვათ ხაზი. რეალურად რადიოს ეთერი, რადიოს წაყვანა და ის საქმიანობა, რასაც შენ ძირითად სამსახურებში აკეთებ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ერთია, თქვათ, ბუღალტური ანგარიშები, Excel-თან, ციფრებთან მუშაობა და რადიოში მუშაობა ცოტა სხვა არის. ხო, რაღაც შემოქმედებით უნარებს მოითხოვს და ცოტა სხვა მიმართულებაა ეგ უფრო. მინდა მითხრა ეხლა შენ რა არის ის მთავარი მუხტი, რასაც რადიო გაძლევს და რაც რადიოში იპოვე, რაც სხვა სამსახურებში არ იყო, ან არ არის. ხო, საინტერესო კითხვა. ეხლა რომ დავფიქრდე, იმ ჩემი პროფესიით რითიც მუშაობ, უფრო მაგაზე გავაკეთებ აქცენტს, ვიდრე სამსახურებს. მუშაობ ბუღალტრად და ეს უფრო მოიცავს ჩარჩოებს, კანონებს, წესებს, რომელსაც უნდა დაიმორჩილო, ვადებს და ასე შემდეგ. და იქ ხარ, ასე ვთქვათ, დროში გაქვს ყველაფერი გაწერილი, ვერ ხარ თავისუფალი, იმიტომ რომ მორგებული ხარ იმ კანონმდებლობას თუ ასე შემდეგ, რასაც სახელმწიფო გთავაზობს და არის ზოგადად და ამ რადიოს შემთხვევაში აქ უფრო თავისუფალი ხარ, ხალხთან გაქვს კომუნიკაცია, საუბრობ, გეგმავ და აი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ადამიანების ემოციების გაზიარება და მიღება. მათი მოსმენა. და რადიო მაძლევს საშუალებას იმისას, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის შუალედებში
თავი ვიგრძნო უფრო ლაღად, თავისუფლად და ადამიანებს ჩამოუჯდე ფინჯან ყავაზე, თუნდაც და ვესაუბრო ისეთ საინტერესო თემებზე, როგორც იყო თქვათ, ემიგრაციაში წასვლა, ონკოპაციენტობა რას ნიშნავს, ის რომ უცხოეთში ხარ წასული, სამუშაო თქვათ გერმანიაში, ესეთი გადაცემებიც მქონდა. და ასე შემდეგ, რა საინტერესო ადამიანები. მარტივად შეგვე ესე იგი რაღაც ახალ ამპლუაში გადასვლას. პრინციპში შეგვება არც იყო, იმიტომ რომ ადამიანებთან საუბრები მართლა ძალიან მიყვარს და ყველასთან რაღაცა საერთო ენას გამოვნახავ. და ეს ერთგვარად გაცოცხლდა ჩემში ეს უნარი. კი ბატონო, აი როგორც წეგან აღნიშნეთ, ბუღალტერია უფრო მათემატიკურ სიზუსტეს რაღაც მკაცრ წესებს და ციფრებთან ურთიერთობას მოითხოვს. რადიოს კი რაღაცა იმპროვიზაციაც სჭირდება ხანდახან უფრო მეტი თავისუფლება. აი ახლა მინდა გკითხო, როგორ ახერხებ რაღაც ამ ორი სფეროს შეთავსებას და ხო არ გაგიჭირდა რაღაც რიცხვების სამყაროდან აი ეთერში გადართვა, რაღაც სპეციფიკური რაღაც ისინი ხო არა აქვს რაღაც განსხვავებები ამ ორ მიმართულებას. შენთვის პრობლემა პრინციპში როგორც ხედავ არ იყო ეს მომენტი. მაგრამ ხო, ალბათ რომ დავფიქრდე, ცოტა სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მე ვთქვათ ეს რადიოს წამყვანობა ან ზოგადად ჟურნალისტიკა პროფესიულ დონეზე არ ვიცი და რა სტანდარტებია, რა წესებია, ან რა ტექნიკებს იყენებენ ვთქვათ ჟურნალისტები ამა თუ იმ გადაცემის დაგეგმვისას, პროფესიულ დონეზე ვამბობ. ესენი არ ვიცი, თუმცა ჩემეული მიდგომებით ვაკეთებ ამ გადაცემებს. და მან რაღაც ხედვა. აქეთ გადმოსვლა პრინციპში მიბალანსებს იმ ჩემს საკმაოდ რთულ სამუშაო გრაფიკს. და ამიტომ აქ უფრო კარგად და ლაღად ვგრძნობ თავს. კი ბატონო. სათემო განათლების ან ჩვენი ცენტრი, მუზეუმი, ავტოსატრანსპორტო სამივე არის ძალიან განსხვავებული სპეციფიკის ორგანიზაცია. აი ახლა ესეთი კითხვა მინდა დაგისვა, როგორ გამოიყურება შენი ტიპიური სამუშაო დღე და როგორ ახერხებ ესე ამდენ სამსახურებში, აი ესე რომ აი არსად რაღაც საქმე არ გაგიფუჭდეს. აი ამაზე რო გითხრა. აქაც რომ გულწრფელი ვიყო, ვერ ვიტყვი რომ ყველგან მაქვს მეთქი საქმე 100%-ზე შესრულებული და რაღაც არის რაღაცა ვთქვათ ჩავარდნები, თუმცა ვცდილობ რომ დავაბალანსო რა, არსად საქმე არ გამიფუჭდეს, ეს მიდგომა მაქვს. მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს პროფესია მაძლევს საშუალებას იმისას, რომ როცა ვზივარ ვთქვათ ამ ოფისში, სათემო განათლების ოფისში, აქაურ საქმესთან ერთად პარალელურად ვაკეთო ვთქვათ ავტოსატრანსპორტოს საქმე, ან მუზეუმის საქმე, ან იქ რომ ვზივარ, ამ ორი სამსახურის საქმე გავაკეთო, იმიტომ რომ ძირითადად ეხება ვთქვათ გადარიცხვებს, უწყისებს, დეკლარაციების მომზადებას, ფინანსური ანგარიშების მომზადებას და ასე შემდეგ, რაც ონლაინ სივრცეშიც არის შესაძლებელი. მთავარია გქონდეს დოკუმენტები ელექტრონული სახით და იმუშაო კომპიუტერთან. ანუ ამიტომ ამ ხრივ ვფიქრობ, ეს ხელს მიწყობს პირიქით პროფესიის სპეციფიკა. კი ბატონო. თუ საიდუმლო არ არის, რომ გითხრა, აი ამ სამი ადგილიდან, რომელს გამოარჩევდი, სადაც შენ მუშაობ, ხო შეიძლება ეხლა არ გაგვცე ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლია, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გითხრა. ხო, რატომაც არა. რომელი უფრო შენთვის უფრო ახლოს არის შენთან? ეხლა რომ მე რომ ვიყო საკუთარ თავთანაც და ორგანიზაციებთანაც მართალი, დავიწყებ როგორ და ამ კითხვაზე როგორ გაგცემ პასუხს. მე დღეს რა ცოდნებიც მაქვს და რა გამოცდილებაც, ეს ყველაფერი დაგროვილი მაქვს სათემო განათლების ცენტრში. აქედან ვისწავლე მე ყველაფერი და მე განვითარდი, ამ ორგანიზაციამ ჩამომიყალიბა ვთქვათ ის ხასიათი, გამააქტიურა უფრო ის რომ მე საზოგადოებასთან ვთქვათ კომუნიკაცია არ მიჭირს, ამ ორგანიზაციის დამსახურება. და ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო და თან კიდე გავაგრძელებ საუბარს. ამ ორგანიზაციაში ვიყავი ახალად მოსული, მქონდა გიორგი კეკელიძე ყავდა სტუმრად, ჩავატარეთ შეხვედრა და აჭარის ტელევიზიაც ყავდა მოწვეული. ხო და მაშინ კომენტარი უნდა გაგვეკეთებინა ტელევიზიით, თქვათ რა შეხვედრა გქონდა, რა ჩავატარეთ და ასე შემდეგ და ველოდებოდი რომ დირექტორი ინტერვიუს
მიცემდა ჟურნალისტს, მაგრამ მიმიცითა და მითხრა, რომ დღეს შენ უნდა გააკეთო ტელევიზიასთან კომენტარიო. ეს იყო ჩემთვის პირდაპირ მნიშვნელობით შოკი, იმიტომ რომ მაგამდე თქვათ ჟურნალისტებთან ტელევიზიასთან შეხება არ მქონია, თუმცა სხვა გზა არ მქონდა და რაღაც უნდა მეთქვა. ასე თუ ისე ამ ყველაფერს თავი გავართვი და ამ ამბავს იმიტომ ყვები, რომ ეს იყო ერთგვარად ბიძგი და ადამიანების მიერ, როგორ ვთქვა, მხარდაჭერა იმისა, რომ მე გავაქტიურებულიყავი, იმიტომ რომ მანამდე არ ვიყავი მასე, როგორ ვთქვა, გამბედავი, უფრო მორცხვი ვიყავი. და შესაბამისად, ასეთი პატარა ნაბიჯები ადამიანებს აძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი ძალების ირწმუნონ და საკუთარი თავის ირწმუნონ. ხო და იმ კითხვას დავუბრუნდები ახლა, რომ რომელ სამსახურში უფრო თავს კარგად გრძნობ. რა თქმა უნდა, სამივეში კარგად გრძნობ, მაგრამ ჩემთვის უფრო ყველაზე ახლოს მაინც სათემო განათლების ცენტრია, იმიტომ რომ მე რომ დღეს უფრო მშობლიურია, ხო? მშობლიურიც არის და იმ ცოდნებს და გამოცდილებებს, რასაც ამ ეტაპზე 33 წლის მადონა ვფლობ, სწორედ მაგ ორგანიზაციიდან ავიდგი ფეხი და დღემდე მოვაღწიე. ხო, აქ მაინც სხვანაირი გარემოა, სხვანაირად მიმდინარეობს საქმეები და რა ვიცი, ჩემთვის მაინც მშობლიურია, თუმცა ავტოსატრანსპორტოშიც და მუზეუმშიც თავს ძალიან კარგად გრძნობ და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს. კი ბატონო. ზოგადად მადონა ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანისთვის ოჯახის მხარდაჭერა. ეხლა მინდა გკითხო, რომ დაოჯახებული ხარ, ყავს შვილი. აი მინდა გითხრა, რამდენად გრჩება დრო ოჯახისთვის და როგორ ეგუებიან ისინი შენს ასეთ დატვირთულ გრაფიკს? აი ამაზე გითხრა. ხო, ეს თემა არის საკმაოდ როგორ თქვა, მწვავე თემა. და რთული ამბავია, იმიტომ რომ სამსახურიდან გვიან მისული, ვცდილობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო შვილთან ურთიერთობაში და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ვერ ვიტყვი, რომ ან რა ვიცი, ჩემი შეფასებით ახლა ძალიან კარგად გამომდის მეთქი არა, მაგრამ იმ დარჩენილ დროს ვანაწილებ საოჯახო საქმეებზეც, ბავშვთან ურთიერთობაზე უნდა ვასწავლო სკოლაში დადის. მოვამზადო მეორე დღისთვის საჭმელი გავაკეთო და ასე შემდეგ. რთულია და ოჯახის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორად პასუხისმგებლობების განაწილება. ეს არის თეორიული, თუმცა პრაქტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის თეორია, რასაც ვფიქრობთ და რაც გვინდა რომ იყოს, პრაქტიკაში იყოს განხორციელებული. ოჯახის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მაქვს არის შემთხვევები, რომ მე ვთქვათ, თქვენს ერთად სამოგზაუროდ მივდივარ, ან პროექტის ფარგლებში მიწევს ხან ტრენინგზე წასვლა, ხან უცხოეთში წასვლა და შესაბამისად რომ არ ოჯახის მხარდაჭერა, მე ამ დონეზე ალბათ ვერ ვიქნებოდი, ვერც წავიდოდი და ასე შემდეგ. ამიტომ ნებისმიერი ქალის თუ კაცის თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა წარმატებაში, გარდა პიროვნული უნარებისა და ცოდნებისა, მხარდაჭერასაც, ოჯახის წევრებისას და ზოგადად სხვა ადამიანების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ ამ მხრივ გამიმართლა მე და ამ გადაცემით ვისარგებლებ. თუ არის შესაძლებელი, ხომ არის მიმართავენ გადაცემებიდან ამ ადამიანებს, ამ გადაცემით მე ჩემს დედამთილს უდიდეს მადლობას ვიტყვი. კი ბატონო, აქედან მოვიკითხავთ. ნამდვილად ჩემი განვითარების სადარაჯოზე დგას და ხელს მიწყობს ყველანაირად. კი ბატონო, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის აი რთული სამუშაო დღის შემდეგ რაღაცა გამტვირთვა გჭირდება ადამიანს, დასვენება გჭირდება, რამდენად ეხლა არის ამის დრო და საშუალება ჩვენს პირობებში ეს ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ აი მინდა გითხო, აი როდესაც მორჩები ციფრებთან ურთიერთობას, აი ეთერსაც დაასრულებ, აი რა არის მადონასთვის გამტვირთვა, დასვენება, როგორ ივსებ ენერგიას? ახლა შეიძლება გაგეცინოთ ენერგიის შევსების წყარო რა შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, ეს რაღაც აკვიატებად ან დაავადებად მექცა მეთქი. ტანსაცმელების დაკეცვა არის ერთგვარი თერაპია ჩემთვის კარატეში.
და გარდა მაგისა, ისევ ჩემ ხელსაქმეს მივყოფ ხელს ხოლმე. და ეხლა გადავედი ახალ მიმართულებაზე, ალმასებით ხატვა ქვია მგონი, არ ვიცი, გამზადებულ დიდ, როგორ თქვა, ფურცელზე თუ სახატავ საშუალებაზე, უნდა დააწებო თვლები. ეხლა სწორად ვამბობ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ტექნიკაა და ამით ვარ დაინტერესებული. ხო და ვცდილობ ასეთი შემოქმედებითი საქმეებით ცოტა აღვიდგინო ძალები და დავუბრუნდე ენერგიულად მეორე დღეს. კი. მადონა ხარც ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი, ვინც ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწეობს, აკეთებს ძალიან ბევრ საქმეს, ბევრ სამსახურებში ხარ ჩართული. აი, მინდა რაღაცნაირად ჩვენი მსმენელებისთვის, უფრო ახალგაზრდა მსმენელებისთვის რაღაც მესის ბოქსებით გააჟღერო. რა არის ის თავარი, რასაც ახალგაზრდებმა აქცენტი უნდა გააკეთონ და აი ისე რომ იყვნენ ისინი წარმატებული ადამიანები, არა მარტო ქედისთვის, არამედ საქართველოსთვის, რას ეთყოდნენ მათ. ძალიან კაი კითხვა და რთულიც არის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შენს მიერ გაგზავნილ მესიჯებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ამას საზოგადოება როგორ აღიქვამს და როგორ მიიღებს. ჩემი მესიჯი ზოგადად ადამიანების მიმართ იქნება ის, რომ ერთმანეთი გავიტანოთ, რათა მგონია რომ ეს გადაარჩენს ზოგადად ქვეყნიერებას. და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყოს სწორ ადგილას, სწორ დროს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ მნიშვნელოვანი ის, რომ არ უნდა იყოს ზარმაცი. როცა არაფერი არ შეგეზარება, არც საქმის კეთება, არც სწავლა, არც განვითარება, ან სხვისი გამოცდილების გადაღება, მიღება, ვფიქრობ, რომ წარმატებაც ნელ-ნელა მოაღწევს შენამდე, ან შენ თვითონ მიხვალ წარმატებამდე. და კიდევ ბევრჯერ ვიმეორებ ჩემ გადაცემებში, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითდისციპლინის გამომუშავება. აი, მაგალითად, დილით ადგომა, რაღაცა კონკრეტულ დროს, რაღაცა ჩარჩოებში ამ საქმის გაკეთება. მე ხა ჩემი საქმეების გადამკიდე ცოტა მიჭირს ეგ ამბავი, მაგრამ რამდენჯერაც თვითდისციპლინირებულად დავგეგმე დღე, იმდენად წარმატებულად დასრულდა. ამიტომ ამ ყველაფერს მინდა რომ ჩვენმა მსმენელებმა ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინო. კარგად მუშაობს აპრობირებული მეთოდი არის. დიდი მადლობა მადონა ჯერ სტუმრობისთვის, მეც მადლობა კიდე იმისთვის, რომ აი მეც მომიწია რაღაცა ახალ ამპლუაში ყოფნა. ხოცა მეც ახლა ციფრებიდან მომიწია, ხო ესე ეთერში გადმოჭრება რაღაცა მსგავსება არის. ნამდვილად ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი წარმატებული სრულიად განსხვავებულ სფეროებში და ვფიქრობ, რომ და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება გადამდები არის ჩვენი ახალგაზრდა მომავალი თაობისთვის. წარმატებებს გისურვებ, არ ვიცი როგორც ფინანსებში, ასევე ეთერში და დარწმუნებული ვარ ამ პროექტის შემდეგ, როცა გააგრძელებს შენ საქმიანობას და იქნები წარმატებული ციფრებთანაც და აი ეს რადიოს ლიდერის პოზიციაზეც. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ფორმატით ჩემი მოწვევისთვის და ზოგადად საინტერესო გადაცემის წაყვანისთვის. ვფიქრობ, რომ ჩემი შენდავი დამოკიდებულება და ისეთ სართავი სახელი, რომელიც ძალიან სიღრმისეულია, რამინ ექსპერტი, თავის სიტყვებს ამართლებს. ამ პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერისთვის, რასაც ეკრანს მიღმა აკეთებდი. მადლობა შენ. დაგემშვიდობები, მადონა, ჩვენს ვენაც კი შევახსენებ, რომ რადიო ქედისხმის სტუმარი იყო მადონა ფალავანდიშვილი დროებით. დროებით.